გამარჯობათ ირაკლი. თქვენ რა იცით ამ საქმესთან დაკავშირებით, რა ვითარებაში მოხდა ნიკამელიას დაკავება? მე როგორც ვიცი, ის უკვე ახლოს იყო იმ ადგილთან, სადაც უნდა ჩაგეწერათ ეს პოდკასტი და მას მიეღო მონაწილეობა. მე სახლიდან მოდიოდი, კითხვებს ვამზადებდი, გზაში ვიყავი, ველაპარაკებოდი ჩემ თანაწამყვანს გზაში და როცა ამოდიოდი ახალ გზაზე, უცებ წინ 1-10 მანქანა ტრიალდებოდა და ვერ მივხვდი რა ხდებოდა, უცებ მოტრიალდნენ, გაქრნენ ეს მანქანები და როცა ამოვედი იმაში, რა ქვია, ჩვენ სტუდიაში აღმოჩნდა, რომ თურმე უკვე დაუპატიმრებიათ ჩემმა თანაწამყვანმა ეს ინფორმაცია დამახვედრა და ეხლა ცარიელი მაგიდა არის და ველოდებოდით მიკას და სამწუხარო ამბავი გვაქვს. დაახლოებით 20 წუთის წინ ვესაუბრე, ანუ დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე და მითხრა რომ ვერიდან თუ არ ვწდები, იყო გამოსული და მოვიდოდა წუთზე და როგორ ჩანს, იცოდნენ სავარაუდოდ სადაც მოდიოდა და მოუწყვეს ჩასაფრება ლისის ტერიტორიაზე, აქ სადაც ჩვენ პოდკასტის სტუდიაა და აი ესე გააქრეს ადამიანი ისე რომ არც ადვოკატმა იცოდა არაფერი, ჩვენგან გაიგეს, მე მგონი მისმა პიარმას და თანაგუნდელებმაც და ყველამ რომ შეიძლება ესეთი რამე მომხდარიყო. ხო არ ვიცი თქვენ ჩვენზე უკეთ შეახსენებთ საზოგადოებას რომ ჯერ არ იყო ის გირაუსვა და გასული და კი მისი ადვოკატი გვერდებოდა ახლა პირდაპირ ეთერში მანაც დაგვიდასტურა დაფრულები ვართ ეხლა იმის გამო რომ ადამიანი ჩვენთან მოდიოდა გადაცემაში და ესე ქუჩიდან მოიპარეს მაგრამ ხო ალბათ რაღაც მიზეზს იტყვიან რომ პრევენციის მიზნით შეიძლება ისიც თქვან ირონიულად რომ რამე საფრთხე არ დამუქრებოდა ან რაღაცა მაგის გამო დააკავეს ნუ გასაგებია ყველასთვის რატოს დააკავეს რომ მეგობრებო გეტყვით რომ არანაირი სამართლებრივი ნორმები არ ჭირდებათ დიქტატურა სრულ მხარი ხდება ქვეყანაში აი ცარიელის სკამს ხედავთ აი აგერ ჩვენთან განზადებული ქონდა ძალიან კრიტიკული კითხვები ნიკასთვის და სამწუხაროდ დღეს ვეღარავის ვეღარ დაუსვავთ ამ კითხვებს ჩვენი ქვეყანა ნელ-ნელა შედის რუსულ ბელარუსულ სივრცეში და აი ესე ცდილობენ დაახშონ ხმა მაგრამ იცოდეთ ყველანი რომ ყველას ვიც არ უნდა დაიჭიროთ ვიც არ უნდა ვისი ხმაც არ უნდა ჩაახშოთ ბოლო ხმამდე ვიბრძოლებთ ბოლომდე და დაგამთავრებთ გავანთავისუფლებთ საქართველოს რაც არ უნდა დაგვიჭდეს იცოდეთ რა ყველამ რა აუცილებლად ასე იქნება ირაკლი ძალიან დიდი მადლობა თქვენ დამატებითი ინფორმაციის მოწოდებისთვის